ბოლო 5 დღის განმავლობაში, როგორც ხედავთ, თავარია საერთაშორისო პოლიტიკის თავარი თემა არის, რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხი, უკრაინის ომის დასრულების საკითხი და ეს სამშვიდობო პროცესი, რომელიც დაწყებულია უკვე თვეების განმავლობაში და ხშირად პროგრესირებს, ხშირად რეგრესს განიცდის, თუმცა ეს სამშვიდობო პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში, ახლა ეს 20 ნოემბერი იყო, თუ არ ვცდები, როდესაც გამოჟონა, ასე ვთქვათ, 28 პუნქტიანმა გეგმამ, რომელთაც ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობდა რაღაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაესვა რუსეთი და უკრაინა და ეს უკრაინაში მიმდინარე ომი დაესრულებინა. თუმცა ძალიან ცუდი გამოხმაურება მოყვა, რა თქმა უნდა, ამ 28 პუნქტიან შეთანხმებას იქიდან გამომდინარე, რომ ეს 28 პუნქტიანი შეთანხმება ყველას აღქმით, აი ფაქტობრივად ყველას აღქმით, მთელი საერთაშორისო საზოგადოების აღქმით იყო უკრაინის კაპიტულაციაზე ხელის მოწერის ცდილობა და საერთაშორისო ექსპერტების დიდი ნაწილიც გარკვეულწილად ამას ამსგავსებდა 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებას, როდესაც ჩეხოსლოვაკია მაშინ დატოვეს ფაქტობრივად ერთ-ერთზე ნაცისტურ გერმანიასთან, ჰიტლერის გერმანიასთან და მას აიძულეს რომ ხელი მოეწერა ისეთ შეთანხმებისთვის, რომელიც მის ინტერესებში არ შედიოდა და ფაქტობრივად ეს იყო კაპიტულანტური შეთანხმება. ეს 28 პუნქტიანი შეთანხმებაც დაახლოებით ასეთი არის, იმიტომ რომ საერთოდ არ ასახავს არც ერთ ნაწილში, ამ 28 პუნქტიანი შეთანხმების არც ერთ ნაწილში არ ასახავს უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს. უკრაინისთვის რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ის, რომ სამშვიდობო შეთანხმება უნდა გაფორმდეს ისეთი, რომ მან უნდა უზრუნველყოს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, რადგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის არის ის, რომ შეძლოს რაღაცნაირად მომავალ წლებში რუსეთის აგრესიის, ხელახალი აგრესიის შეჩერება. ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი არის დასუსტებული, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა არ გვაქვს გარანტია, არავის არ აქვს გარანტია, რომ სიტყვაზე 5 ან 10 წელში რუსეთის პრეზიდენტი და ზოგადად რუსეთის ფედერაცია არ მოიკრებს ძალებს და ხელახალი ძალებით არ შეუტევს უკრაინას და უკვე ამ შემთხვევაში სრულად იქნება მისი მიზანი კიევის აღება და ხელისუფლების სრულად შეცვლა. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ფაქტობრივად არაფერი არ არის ამ 28 პუნქტიან შეთანხმებაში ნათქვამი. რა შეიძლება იყოს ხო უკრაინის უსაფრთხოების გარანტია, შეიძლება იყოს ნატოში გაწევრიანება, ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი ვალდებულების აღება, რომ ერთზე თავდასხმა, ერთ ნატოს ერთ წერძზე თავდასხმა ნიშნავს ყველა წერძზე თავდასხმას და მსგავსი რაღაც ჩანაწერის გაკეთება ამ შემთხვევაში ან რომელიმე ევროპული სახელმწიფოს ან ევროპული სახელმწიფოების კოალიციის ჯარების განთავსება, დისლოკაცია უკრაინის ტერიტორიაზე და არანაირი შეზღუდვა უკრაინის არმიასთან დაკავშირებით. ჩვენ რასაც ვხედავთ ამ 28 პუნქტიან შეთანხმებაში, არის ყველაფერი პირიქით, პირველ რიგში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინა კარგავს იმ ტერიტორიას, რომელსაც დღეს აკონტროლებს de facto უკრაინული ჯარი. ჩვენ ვხედავთ, რომ 2022 წლის ნოემბრის შემდეგ 3 წელი არის ზუსტად გასული და ამ 3 წელიწადში რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონის ნახევრის აღება მოახერხა ცოტა მეტის და ზოგადად ამ 3 წლის განმავლობაში რუსულმა ჯარმა შეძლო მხოლოდ არასრული 1%-ის ტერიტორიების აღება უკრაინის, ხო? თუ არ ვცდები 0.97% არის. და ამ შეთანხმებით უკრაინას უწევს, რომ გაიყვანოს საკუთარი ჯარი იმ ტერიტორიებიდანაც კი, რომელსაც თვითონ აკონტროლებს და უკრაინული არმია აკონტროლებს. ამას გარდა უკრაინის უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს არანაირი, ნატოში ფაქტია ამ შეთანხმების წერია, რომ უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება. და არაფერია ნათქვამი ასევე ალტერნატიულ უსაფრთხოების ალტერნატიულ გარანტიებზე, რაც შეიძლება შესთავაზონ მოკავშირეებმა უკრაინას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხად შეიძლება განვიხილოთ, არის უკრაინის არმიის ზომა, რომელიც ამ შეთანხმებით 600,000 ჯარისკაცამდე არის შემცირებული. ჩვენ ვიცით, რომ ომის საწყის ეტაპზე უკრაინას ყავდა 250,000-იანი საშუალო სტანდარტებით მომზადებული არმია, დღეს უკრაინის არმია არის ევროპაში ყველაზე ძლიერი არმია და დაახლოებით 900,000 არის მის შემადგენლობა, ანუ 1/3-ით უნდა შემცირდეს ამ შეთანხმების მიხედვით უკრაინის არმიის ზომა. შესაბამისად, ფაქტობრივად და როგორც აღიქვამენ ამას სწორადად საერთაშორისო მიმოხილველები, ეს არის სია რუსეთის მაქსიმალური ინტერესების სია არის ერთგვარად და უკრაინა რა თქმა უნდა სწორადაც აღიქვამს ამას რაღაც კაპიტულანტურ შეთანხმებადაც. რაც შეეხება ახლა ევროპელი მოკავშირეების ალტერნატიულ მცდელობას,
ჩვენ ვნახეთ რაღაც გარკვეული პუნქტები ამ სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობისას, რაც შესთავაზეს უკრაინას. გაცილებით უკეთესი პუნქტებია ცალსახად, იმიტომ რომ პირველ რიგში უკრაინის ტერიტორიასთან მიმართებაში არანაირ შეზღუდვებს არ მოიაზრებს, ანუ ტრამპის 28 პუნქტიანი შეთანხმებისგან განსხვავებით, ევროპელი მოკავშირეები ცალსახად აღნიშნავენ იმას, რომ დონეცკის ოლქი, მთლიანად ეს დონბასის რეგიონი, დარჩენილი ტერიტორიები, რომელიც ჯერჯერობით არის ისე უკრაინის იურისდიქციის ქვეშ, ისევ იქნება უკრაინის სუვერენული ტერიტორია, ანუ რაიმე ტერიტორიულ დათმობებზე ამ ალტერნატიულ სამშვიდობო შეთანხმებაში არ არის საუბარი. გარკვეულ პუნქტებს ამ 28 პუნქტიანი შეთანხმების იმეორებს, რაც ძირითადად ეს ევროპელი მოკავშირეების შეთავაზებული გეგმა, რაც ძირითადად ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე და ენერგო საკითხებზე ახდენს ძირითადად აქცენტირებას, თუმცა რაც შეეხება ტერიტორიული მოწყობის საკითხებს, უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხებს, ამ მიმართულებით რაღაც კონკრეტული ჯერ არ არის ნამდვილად შეთავაზებული ევროპელი მოკავშირეების მხრიდან, თუმცა ამ თემებზე, ამ საკითხებზე მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა და ტრამპის შეთავაზებული გეგმისგან განსხვავებით, ევროპელი მოკავშირეები გარანტიას აძლევენ უკრაინას, რომ მოიფიქრებენ უსაფრთხოების ისეთ გარანტიებს, რომელიც გამორიცხავს უახლოეს წლებში რუსეთის ხელმეორე აგრესიას და შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე. რა არის ის, რასაც არასოდეს დათანხმდება რუსეთი და რა არის ის, რასაც არასოდეს დათანხმდება უკრაინა? გამოიკვეთა თუ არა უკვე წითელი ხაზები? კი, ეს წითელი ხაზები ძალიან დიდი ხანია, მე ვიტყოდი უკვე გამოკვეთილია. უკრაინის შემთხვევაში წითელი ხაზი არის, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიები, მყარი უსაფრთხოების გარანტიები და რა შეიძლება იყოს, ხო, აი წეღანაც ვახსენე ეს უსაფრთხოების გარანტიები. პირველ რიგში ის, რომ უკრაინული ჯარი არ უნდა შეიზღუდოს, უკრაინული ჯარის რაოდენობა და ასევე შეიარაღებაზე შეზღუდვები და ამ შეიარაღების გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდვები. პირიქით ზელენსკის ქონდა ასეთი ინიციატივა, რომ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში, აი დაახლოებით 880,000-იანი ჯარის რაოდენობა უნდა გაიზარდოს დაახლოებით 1,5 ჯარისკაცამდე. ეს პირველ რიგში, მეორე რაც შეეხება უსაფრთხოების დანარჩენ გარანტიებს, ცხადია, ეხა ყველა ხვდებით ალბათ, რომ უკრაინა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ნატოს წევრი სახელმწიფო ვერ გახდება და სავარაუდოა, რომ მეხუთე პუნქტის მსგავსი რაღაც ქოლგა, უსაფრთხოების ქოლგა ასევე ვერ დაიცავს უკრაინის ტერიტორიას მომავალი წლების განმავლობაში, თუმცა რაზეც მინდარეოდა ხშირად საუბარი იყო ევროპელი მოკავშირეების თუნდაც მცირე კონტინგენტის დისლოკაცია უკრაინის ტერიტორიებზე, იმისათვის, რათა აღმოიფხვრას რუსეთის ხელახალი აგრესია და ამაზე გამოთქვეს კიდევაც საკუთარი სურვილები ევროპელი სახელმწიფოების ლიდერებმა, მაგალითად იყო, რა ვიცი, მერცი იყო გერმანიის კანცლერი, რომელიც საუბრობდა ამაზე, ასევე აქტიურად საუბრობდა საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, იმაზე, რომ მზად არის განათავსოს საკუთარი ჯარის გარკვეული ნაწილები უკრაინის ტერიტორიაზე, ამაზე თვეების განმავლობაში მინდარეობდა საუბარი და უკრაინისთვის ყველაზე კარგი უსაფრთხოების გარანტია იქნება, რა თქმა უნდა, ნატოს წევრი სახელმწიფოს ან უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე წევრი სახელმწიფოს ჯარების განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე და ეს არის პირველ რიგში წითელი ხაზი რუსეთისათვის. რუსეთისათვის, რა თქმა უნდა, ნატოში უკრაინის გაწევრიანება არის წითელი ხაზი, რომელიმე ევროპული სახელმწიფოს არმიის დისლოკაცია არის ასევე წითელი ხაზი უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან ეს ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის რუსეთის ხელახალ აგრესიას მომავალი წლების განმავლობაში და რა ვიცი, 1-2-რად შემცირდება რუსეთის ხელახალი აგრესიის შანსი ამ შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთისთვის ასევე წითელი ხაზი და რაც ყველაზე მტკინეული საკითხი არის უკრაინის არმია და უკრაინისათვის გაწეული დახმარება დასავლელი მოკავშირეების მხრიდან და დახმარება ძირითადად სამხედრო დახმარებას გულისხმობ. და ანუ ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ნახეთ, რომ დაახლოებით 1,000,000 ჯარისკაცი ომის დაწყებიდან მოყოლებული 1,900,000-ზე მეტი ჯარისკაცი, რუსი ჯარისკაცი არის გამოთიშული უკვე ომს, ხო? და ეს არის საკმაოდ დიდი დარტყმა რუსეთისთვის, მას ჯერ ვერ აკეთებს პუტინი ყოველ შემთხვევაში, ჯერ ვერ ახერხებს საყოველთაო მობილიზაციას, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ ესეთი პრობლემური საკითხი და არ არის პოპულარული გადაწყვეტილება და რუსი მოქალაქეებიც ამას საკითხს საკმაოდ ისე უყურებენ, არ სურთ მათ, რომ მოქალაქეების კიდე დიდი ნაწილი წავიდეს უკრაინაში ომში და როგორც ხედავ, ძალიან დიდია რუს ჯარისკაცებში მსხვერპლის რაოდენობა. ესეც პრობლემურ საკითხებად აღიქმება რუსეთისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე პრობლემური რუსეთისთვის არის
ზელენსკის ადმინისტრაცია. ჩვენ გვახსოვს, რომ 24 თებერვლიდან მოყოლებული, აი მას შემდეგ რაც 3 წლის წინ დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაზე, პირველი მცდელობა, ყველაზე მნიშვნელოვანი მცდელობა რუსების მხრიდან იყო ის, რომ ზელენსკის ადმინისტრაცია რაღაცნაირად გამოეთიშა ამ ომიდან და ჩაინაცვლებინა ის საკუთარი, ასე ვთქვათ, სატელიტური რეჟიმით, იქიდან გამომდინარე, რომ ზელენსკის ადმინისტრაცია იბრძვის, ზელენსკის ადმინისტრაცია ჯერ ისევ აკონტროლებს სრულად ტერიტორიას, სრულად აკონტროლებს გარკვეულ ტერიტორიებს უკრაინაში და ეს პრობლემური საკითხი არის რუსეთის პრეზიდენტისთვის. შესაბამისად, წითელი ხაზები ძირითადად ამ შემთხვევაშიც ტერიტორიულ საკითხებს შეეხება და უკრაინის მომავალ შეიარაღებას, რომელზეც სურს რომ პუტინს სურს რომ დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები და უკრაინამ აღარ მიიღოს ახალი შეიარაღება ამერიკელი თუ ევროპელი მოკავშირეებისგან. და უნდა ვახსენოთ კორუფციული სკანდალიც უკრაინაში არის თუ არა ეს დამატებითი ზეწოლა ვოლოდიმირ ზელენსკიზე. ცხადია, ტრამპი ძალიან ხშირად ამთხოვს ხოლმე, ასე ვთქვათ, იყენებს გარკვეულ კრიზისებს, შიდა კრიზისებს უკრაინაში საკუთარი სამშვიდობო გეგმის გატანასთან დაკავშირებით და კონკრეტულად ახლა თქვენ სწორად ახსენეთ, უკრაინაში ძალიან დიდი კორუფციული სკანდალია. უკრაინა ვიცით ისედაც ცნობილია, რომ კორუფციის მაჩვენებლით საკმაოდ უკან არის, ასე ვთქვათ, მსოფლიოს 130 ადგილზე არის, თუ არ ვცდებით, კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით და წლების განმავლობაში კი გარკვეული პროგრესი იყო ამ მიმართულებით, თუმცა ძალიან მცირე პროგრესი და ეს პროგრესი არ იყო ხელშესახები და ახლაც ჩვენ ნახეთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვას ეხება ეს ძალიან დიდი კორუფციული სკანდალი და რა თქმა უნდა, ტრამპმა ეს კორუფციული სკანდალი გამოიყენა იმისათვის, რომ ეს საკუთარი გეგმა, სამშვიდობო გეგმა ზე ზეწოლა მოეხდინა და ეთანხმებინა უკრაინის პრეზიდენტა მისი ადმინისტრაცია, რომ დათანხმებოდნენ მის მიერ შეთავაზებულ გეგმას და დარწმუნებული ვარ მე მაგალითად იმაში, რომ არა ეს კორუფციული სკანდალი ასეთი ხისტი პუნქტები არ იქნებოდა ამ 28 პუნქტიან შეთანხმებაში, იქნებოდა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტები, რომელიც რა თქმა უნდა ასე ვთქვათ კრემლის ინტერესებს მომისახურებოდა, თუმცა ასეთი ხისტი დარწმუნებული ვარ ნამდვილად არ იქნებოდა. ამიტომ ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებში ეს შიდა პოლიტიკა და საერთაშორისო პოლიტიკა არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული და ერთმანეთზე მნიშვნელოვნად არის გადაბმული და რაღაც თუ ხდება შიდა პოლიტიკაში ეს მნიშვნელოვან ასახვას პოვებს ხოლმე საერთაშორისო ურთიერთობებში, საერთაშორისო პოლიტიკაში და ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ამას, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ გამოიყენა ზუსტად ეს კორუფციული სკანდალი იმისათვის, რომ მეტი ზეწოლა განეხორციელებინა მისი აღქმით უფრო სუსტ სახელმწიფოზე და ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაესვა და იძლებინა, რომ დათანხმებოდა მის სამშვიდობო შეთანხმებას და ისიც უნდა ვახსენოთ ახლა, რომ ტრამპს დარწმუნებული მე ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ და საერთაშორისო ექსპერტების დიდი ნაწილიც რომ საერთოდ არ აინტერესებს უკრაინაში 5 და 10 წლის შემდგომ რა სიტუაცია იქნება, რანაირი უსაფრთხოების გარანტიები. დეკლარირებული მიზანი და мотиваცია მშვიდობის და ჩინობილის პრემიის რა თქმა უნდა და რა ვიცი, ის ლუი მე-14-ის ცნობილი სიტყვები რო არის, რომ ჩემს მე ყველაფერი წყალს წაუღია, რაღაც აი ეგრე უყურებს დარწმუნებული ვარ ტრამპი გარკვეულ საერთაშორისო საკითხებს. ჩვენ ნახეთ, რომ აი ღაზაშიც ხო, როდესაც გაფორმდა ეს კონკრეტული სამშვიდობო შეთანხმება ისრაელსა და ჰამას შორის, ეს შეთანხმებაც იყო ძალიან ზერელე და ზედაპირული, იმიტომ რომ კონფლიქტის საფუძვლების მოგვარებას ისახავდა მიზნად და იმ ძირითადი პრობლემების გადაჭრას, რომელიც საფუძვლად ედება ამ კონფლიქტს და ჩვენ ხედავთ, რომ ამ შემთხვევაშიც ტრამპი ცდილობს, რომ მისი აღქმით სუსტ სახელმწიფოზე, სუსტ მხარეზე, ან უკრაინაზე უფრო მეტი ზეწოლა განახორციელოს და ნებისმიერ ფასად ცდილობს, რომ ეს სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდეს იმის მიუხედავად უკრაინის რაღაც სუვერენიტეტის გარანტიები რამდენად მყარი იქნება. დიახ, და ამასთან ერთად გიგა უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ჩვენ ვხედავთ და თვალს ვადევნებთ ტრამპის უახლოესი გარემოცვის განცხადებებს, რომლებიც ხშირად არის ერთმანეთისგან განსხვავებული, ხო? აქ იგულისხმება მარკო რუბიო, სტივ ვიტკოფი, ჯეიდი ვენსი და ასე შემდეგ. რამდენად არის მოლაპარაკების პროცესი დამოკიდებული პერსონალიებზე? ამაზე მსჯელობაც იქნება ძალიან საინტერესო. კი, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, მე ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვნადაც არის დამოკიდებული. ჩვენ ახლა ყველაფერთან ერთად რასაც უყურებთ, ეს არის ის, რომ თეთრ სახში ტრამპის ადმინისტრაციაში არის აზრები მნიშვნელოვნად გაყოფილი, არა მხოლოდ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უკრაინის სამშვიდობო პროცესის საკითხთან დაკავშირებით ეს ყველაფერი გამოჩნდა ძალზე ცალსახად და აშკარად ჩვენ ნახეთ, რომ რუბიო იყო, სახელმწიფო მდივანი იყო, ძალიან დაბნეული რაღაც მომენტებში, მან დაურეკა სენატორებს, ქონდა გამოსვლა სენატში და თქვა, რომ ეს იყო რუსული მაქსიმალისტური მოთხოვნების სია და ეს არ იყო ამერიკის შეერთებული შტატების
შტატების მიერ შემუშავებული და გაგზავნილი სია უკრაინაში. მას შემდეგ რაც ის მიხვდა რომ რეალურად ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული ეს 28 პუნქტიანი შეთანხმება, მან შეცვალა ტონი რაღაც საკითხებთან მიმართებაში და მოუწია უკან დახევა და იმის აღიარება რომ ეს იყო ამერიკული გეგმა რეალურად. ჩვენ ვხედავთ რომ ახლა მიდის ძალაუფლების განაწილება, შიდა განაწილება ტრამპის ადმინისტრაციაში და ხშირად ისიც ძალიან ცალსახაა ხოლმე რომ ტრამპი ხშირად არ ფლობს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციას. და აქედან გამომდინარეობს ისიც რომ ტრამპი ერთ დღეს რაღაც კონკრეტულ სიტყვის, მეორე დღეს სიტყვის ამ გუშინ ნათქვამისგან აი აბსოლუტურად შემოტრია 180 გრადუსით სრულად შემოტრიალებულ რაღაცას. აქ მიმდინარეობს ძალაუფლებისთვის ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციაში და როგორც ხედავთ, ერთ მხარეს არის სტივ ვიტკოფი, რომელიც არის ამ გეგმის მთავარი შემოქმედი, მთავარი არქიტექტორი და არის პუტინთან ასე ვთქვა დაახლოებული პირი. მან 5 ძალიან დიდი 3-4 საათიანი შეხვედრა გამართა წელს მხოლოდ პუტინთან და პუტინთან შეხვედრების შემდგომ ჩვენ ხედავდი ტრამპის ადმინისტრაცია როგორც ცვლიდა რუსეთის სასარგებლოდ პოზიციებს. მეორე მხარეს არის რუბიო და ასევე გენერალი კელოგი, რომელიც უკრაინის დიდი მხარდამჭერია, ორივე არის უკრაინის დიდი მხარდამჭერი. რუბიო ცდილობს რომ მედიატორის როლი ითამაშოს ამ კონფლიქტში, რეალური მედიაცია, რასაც გულისხმობს, ანუ ორივეს მაქსიმალისტური მოთხოვნების შეჯერებას და ორივე სახელმწიფოს იძულებას რაღაც გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, ხო? რეალურად შეთანხმებები, სამშვიდობო შეთანხმებები საერთაშორისო ურთიერთობებში სწორედ ასე ფორმდება, რომ ერთმა მხარემაც უნდა დათმოს რაღაცა მნიშვნელოვანი, მეორე მხარემაც უნდა დათმოს რაღაც მნიშვნელოვანი და რაღაც შუალედურ შედეგზე უნდა შეჯერდნენ. რუბიო სწორედ ამას ცდილობს, თუმცა როგორც ხედავთ, ვიტკოფი და ასე ვთქვათ, ეს შედარებით უფრო მეტად რუსული ინტერესების გამტარებელი ფრთა ადმინისტრაციაში უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობს ამ პერიოდში თეთრ სახლში, ვიდრე რუბიოს და კელოგის ფრთა და ეს იქიდანაც გამომდინარეობს, რომ წყაროების ცნობით, ანონიმური წყაროების ცნობით, ბევრი ანონიმური წყარო საუბრობს ამაზე, რომ რეალურად ეს გეგმა შეიმუშავა სწორედ ვიტკოფმა. კირილ დმიტრიევთან კონსულტაციების პირობებში და მასთან კონსულტაციების შედეგად, რომელიც არის რუსეთის პრეზიდენტის მთავარი მომლაპარაკებელი ეკონომიკურ საკითხებში და უკრაინის სამშვიდობო საკითხთან მიმართებაშიც და რეალურად ის რომ რუბიომ და კელოგმა და სხვა მნიშვნელოვანმა პირებმა, რომლებიც ასე ვთქვათ, უკრაინის მხარდამჭერები, ერთგული მხარდამჭერები არიან, საერთოდ არ იცოდნენ, როგორ შემუშავდა ეს გეგმა მთელი ერთი თვის განმავლობაში, როგორც წყაროები ასახელებენ და სულ ბოლოს გაიგო ის, რომ რეალურად ეს გეგმა გამოვიდა სწორედ ვიტკოფისგან და ამერიკული მხარისგან და ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნების ჩამონათვალი. ამიტომ ეს დაპირისპირება ახლა აშკარაა თეთრ სახლში და ძალიან ბევრ რაღაცას გადაწყვეტს ის თუ რომელი ფლანგი გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში. და ბოლოს ძალიან მოკლედ ნებისმიერი გეგმა, რომელსაც ხელი მოეწერება პირდაპირ ან იერებად ეხება საქართველოსაც, ხო? იმ შემთხვევაში თუ კი ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწევს მისთვის საკმაოდ რთულ პირობებზე დათანხმება, ეს რა გავლენას მოახდენს საქართველოს? ცხადია, საქართველოზე მოახდენს ყველაზე დიდ გავლენას სწორედ ის უკრაინაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები მოახდენს საქართველოს მომავალზე. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო პატარა სახელმწიფოა, საერთაშორისო ურთიერთობებში მას მნიშვნელოვანი შედარებითი ძლიერება არ გააჩნია, არც სამხედრო, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური თვალსაზრისით. მას უწევს დაელოდოს დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებას, ამ დიდ სახელმწიფოების დაპირისპირებაში გამოჩნდება რეალურად სად იქნება საქართველოს ადგილი, ხო? ისიც მეტყოლებს იმ ფაქტზე, რომ რეალურად უკრაინის საკითხი გადაწყვეტს საქართველოს მომავალს, რომ ერთ წელზე მეტი არის საქართველოში არჩევნების ჩატარებიდან მოყოლებული, გასული, ხო, ანუ გაყალბებული არჩევნებიდან მოყოლებული და თითქმის ერთი წელი მას შემდეგ, რაც დე-ფაქტო პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ ის აჩერებს 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესს და აქედან მოყოლებული რეალურად ჩვენ ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან რა ნაბიჯები გადაიდგება საქართველოსთან მიმართებაში, ხო? და ჩვენ დავინახეთ, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საერთოდ არ არის ნახსენები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ერთადერთხელ განაცხადა რუბიომ და ისიც იყო რაღაც ძალიან, ასე ვთქვათ, ორაზროვანი განცხადება, ორაზროვნად იყო აღქმული ეს განცხადება
შესაბამისად ჩვენ ისევ ლოდინის რეჟიმში ვართ, ხო? რეალურად როგორც გადაწყდება ეს უკრაინაში მიმდინარე საკითხები სამშვიდობო შეთანხმებას, სწორედ ისე გადაწყდება საქართველოს ბედი, საქართველოს მომავალიც და რა თქმა უნდა ძალიან რთულ პირობებში აღმოჩნდება ქართველი ხალხი ამ შემთხვევაში თუ უკრაინის სუვერენიტეტის გარანტიები არ იქნება რეალურად უზრუნველყოფილი, თუ იმ შემთხვევაში თუ უკრაინის სახელმწიფოს რომელიც 3 წელიწადნახევრის განმავლობაში სოფლიოში მეორე არმიას ებრძვის და აკავებს და ამ შემთხვევაშიც კი არ იქნება მიღწეული ისეთი შეთანხმება რომელიც უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს, საქართველოს საერთოდ არ ვიცი როგორ თქვა ამ შემთხვევაში საქართველოს არავინ არაფერს არ შეეკითხება და ამ შემთხვევაში დე ფაქტო რეჟიმი უფრო მეტად გაძლიერდება. ჩვენ ვხედავთ რომ ეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იქითა ფლანგზე, ანუ ხელისუფლების მხრიდან და ხელისუფლებასთან დაახლოებული წრეებში არის ერთგვარი ჟრიამული და მხიარულება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას აი თითქოს ხო ხედავთ, გეუბნებოდით, რომ უკრაინას აიძულებენ, რომ კაპიტულანტურ ხელშეკრულებაზე მოაწეროს ხელი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ მოხდება. ტრამპის ადმინისტრაციამ კონკრეტული ვადაც რომ მისცეს ზელენსკის და მის ადმინისტრაციას რომ ხელი მოაწეროს კაპიტულანტურ შეთანხმებას, ხელი ნამდვილად არ მოეწერება ამ შეთანხმებას და ამას ადასტურებს ისიც რომ 21 ნოემბერს სახელმწიფო მიმართვა განახორციელა ზელენსკიმ და იქ განაცხადა რომ თუ მას ღირსების დაკარგვაზე იყო ღირსების დაკარგვასა და ძიმე ცივ ზამთარ შორის თუ იქნება არჩევანი, გასაკეთებელი უკრაინელი ხალხი ამ უკანასკნელს აირჩევს, იმიტომ რომ უკრაინელ ხალხს რეალურად დასაკარგი აქვს ყველაფერი. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ბევრად უფრო ნაკლები აქვს დასაკარგი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის საკითხი ასე არ გადაწყდება, ეს 28 პუნქტიანი გეგმას არ დათანხმდება, რა თქმა უნდა, უკრაინა და შეხედავს ევროპელი მოკავშირეების ალტერნატიული გეგმა რამდენად შესაბამისობაში იქნება მის სახელმწიფო ინტერესებთან და თუ იგრძნობს ზელენსკის ადმინისტრაცია და მას მხარს დაუჭერს უკრაინელი ხალხი, უკრაინელი საზოგადოება, მაშინ ამ შემთხვევაში რაღაც კონკრეტული შეთანხმება იქნება გაფორმებული. თუმცა თუ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნა უზრუნველყოფილი, მე მყარად ვარ იმაში დარწმუნებული, რომ ზელენსკის ადმინისტრაცია კაპიტულანტურ შეთანხმებას ნამდვილად არ მოაწერს ხელს.